პარიზის ცის ქვეშ სიმღერა მიფრინავს. ის დღეს დაიბადა ბიჭის გულში. სწორედ ასე თარგმნა Google-მა Edith Piaf-ის ცნობილი სიმღერა პარიზზე. სიყვარულის ქალაქი დღეს საფეხბურთო ქალაქია. ის ეიფელის კოშკის ქალაქია. ტრიუმფალური თაღის, ლუვრის, მაიონეზის, ვერსალის და გილიოტინის ქალაქია. ნახოთ, ვინ გაყოფს თავს საფეხბურთო გილიოტინაში. ჩემპიონთა ლიგა მშვიდობისა. არტეტას გილიოტინაში უკვე ნახევარი თავი გაყოფილი აქვს. ლუის ენრიკეს კი ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. 0-1 ლონდონში. პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიში მინიმალურია. დაძაბულობა მაქსიმალური. ყვარას მიმართ სიყვარული კი ვერტიკალური და თან ბრუნვადი. პარიზი მაგარია. ყვარა ჩემპიონი საქართველოს. აქ იყო მამუკა. ეს წარწერები უკვე ამშვენებს პარკ დე ფრენსის დიდებული სტადიონის კედლებს. რომლის აშენებასაც სხვათა შორის 120,000 კუბური მეტრი ცემენტი დასჭირდა. საჯმა ჩასტვინა და წავედით. წავედით შესვენებაზე. მაგარი ტაიმი იყო, რა სასწაული თამაში მიდის. ეს იყო ცის სარტყელა წვიმის შემდეგ. ეს იყო ჰანს ზიმერის საუნდტრეკის. კაი, ბიჭო, კაი, რა იყო, შესვენებაზე ვარ. კარგი. პარიზი ყოველთვის კარგი იდეაა, თქვა ერთხელ ოდრი ჰეპბერნმა. თული არ დაეთანხმო ლეგენდარულ მსახიობს. აუ ძმურად ეს შენ თქვი რა. კარგი, მაგრამ მაშინ შანზელეზე შენი მღერე. განახდა შეხვედრა PSG შეტევაზე ბურთით კვარა და მის წინააღმდეგ ტიმბერი. ტიმბერი, რომელიც ალბათ ნანობს, რომ არსენალი რეალთან არ გამოვარდა. ვიტინია გასდა ერთ ფეხბურთელს, ჩაწოდება და სალიბა. სალიბა, რომელიც ჯობია კუთხურს. კუთხური მარჯვენა ფლანგიდან. ეს შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს, რადგან არსენალმა 2004 წლიდან დღემდე 4 შაბათ დღეს მარჯვენა ფლანგიდან მოწოდებული კუთხურების 48% გოლა დაქცია. მარცხენა ფლანგიდან? ცოტათი უჭირთ. 44%. საკაბურთით გაცდა ერთ ფეხბურთელს და ჩააწოდა. რა ხდება? ხელი იყო? ეს მომენტი ვარზე გადამოწდება, აქედან თითქოს არ ჩამდა ხელი. გადებს აჟიპენას. PSG აპროტესტებს და თან ისე რომ დიდი შანსია დაბამ პარიზიდან სტრასბურგში გადაინაცვლოს. აქედან სტრასბურგი შორია. აქედან გორი შორია, მაგრამ ახლოს არის მატჩის მიწურული. საჯის საფინალო სასტვენი ყურში მთვარის სონატასავით ჩამესმა. ეს იყო სპექტაკლი. თავარი გმირით, რომელმაც შოუ მოიპარა. ამასთან შედარებით მულენ რუჟიც კი საპრინც ოპერა. ეს რა იყო? გილოცავთ, თქვენ სწორ ერაში დაიბადეთ. შევხვდებით გერმანიაში. სადაც ახალი კანცლერი აირჩიეს. ფინალამდე. სიყვარულის ქალაქში ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში PSG არსენალს უმასპინძლებს. ლონდონში პარიზელებმა 0-1 მოიგეს, თუ აქაც PSG-ს სასურველი ანგარიში დასრულდა მატჩი, არსენალს ბრინჯი კი აქვს, მარტო ღვინო, ლობიო და თევზი ექნება საჩალიჩო. არსენალთან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე უსმან დემბელემ ტრავმა მიიღო. თუმცა გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან მოედანზე ივარჯიშა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ უსმანი დაბრუნდება, რადგან მისი არ ყოფნა გუნდისთვის დიდი დანაკლისია. აი დემბელეზე ეს რომ მეთქვა 2 წლის წინ ძალიან სასაცილო იქნება. საოცარ სეზონს ატარებს ხვიჩა კვარაცხელია, ლიგა 1 მოიგო, მისი ყოფილი გუნდი ნაპოლი პირველზეა და ჩემპიონთა ლიგაზე ერთ ნაბიჯია ფინალამდე. მას აქვს შანსი რომ გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგა და 2 ტოპ ლიგა ექნება მოგებული. არსენალთან სწორედ მისი ასისტით გაიმარჯვა PSG-მ, დაცვაშიც ძალიან კარგი იყო. მოკლედ სკეპტიკოსებს ისღა დაგრჩენიათ, რომ თქვათ სეივები აქვს გამოსასწორებელი. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ლიგაზე ერთი სეივი უკვე აქვს ლივერპულს. შოფერ ჰოფერთან ერთად გაგაცნობთ გუნდების სტატისტიკას. PSG და არსენალი ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს 4 ჯერ შეხვდნენ. ერთხელ PSG მოიგო, ერთხელ არსენალმა, ორი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში PSG თამაშის საშუალოდ 7 ჯერ ურტყამს კარში. არსენალი კი 11 ჯერ ჯარინდება. PSG თამაშის საშუალოდ 6 კუთხურს აწვდის, არსენალი კი 2-ზე ნაკლებჯერ ხვდება თამაშგარეში. ჩემი პროგნოზია პირველი ტაიმის 1/9-ზე ნაკლები გოლი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი არის სასწორზე, ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო დაზვერვით და ფრთხილ ფეხბურთს ითამაშებენ პირველ ტაიმში, რადგან ერთ შეცდომასაც შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ამიტომ გონია, რომ პირველ ტაიმში ბევრი გოლი არ გავა. ჩემი პროგნოზია ხვიჩა კვარაცხელია გაიტანს გოლს ან გააკეთებს საგოლე გადაცემას. კვარა ძალიან მაგარ ფორმაშია და პირველ შეხვედრაში არსენალს არაერთი პრობლემა შეუქმნა, თან ასისტიც გააკეთა. ვფიქრობ ამ შეხვედრაში კვარა მოტივირებული გამოვა, ბევრს შეუტევს, კიდევ ბევრ პრობლემას შეუქმნის არსენალს და გოლითან ასისტით გაგვახარებს.